დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჟურნალ ბრეინში სისტემატურად ქვეყნდება სტატიები, რომელიც თავის ტვინისა და ნაწლავის ჯანმრთელობას ერთმანეთს უკავშირებს. უფრო მეტიც, კიდევ უფრო კონკრეტულია იმ პუბლიკაციების ჩამონათვალი, რომელიც ნაწლავის ჯანმრთელობას როგორც რისკ ფაქტორს ალცჰაიმერის დაავადებისა ამგვარად განიხილავს. და მე სწორედ ამ ციკლიდან ერთ-ერთი ბოლო სტატია მინდა გაგიზიაროთ, ბოლო კვლევა, რომელიც ძალიან საინტერესოა თავისი შედეგებით, ძალიან დამაფიქრებელი და საგულისხმო, თუნდაც იმიტომ, რომ კვლევა დაკვირვება ჩატარდა ვირთხებზე. ამისათვის კვლევის ავტორებმა მაქსიმალურად გაათავისუფლეს საცდელი ვირთხების ნაწლავი ბაქტერიებისაგან. ანუ პრაქტიკულად მათ ხელოვნურად შექმნეს სტერილური გარემო. ამის შემდეგ ნაწლავის შიგთავსში შეიტანეს, მემხედველობაში მაქვს ვირთხის ნაწლავში, შეიტანეს ალცჰაიმერის დიაგნოზის მქონე ადამიანთა ნაწლავის შიგთავსი და ამ დიაგნოზის არ მქონე პირთა შიგთავსი და შეადარეს ერთმანეთს, როგორი იყო სურათი ვირთხებში, სადაც დიახასეთი გადანერგვა მოხდა ალცჰაიმერის დიაგნოზის მქონე პირებიდან და ვირთხებში, სადაც დიაგნოზის არ მქონე პირთა ნაწლავის შიგთავსი იყო გადატანილი. სურათი იყო რადიკალურად განსხვავებული, უფრო მეტიც, ყველა იმ ვირთხას, რომელსაც გადაუნერგეს ალცჰაიმერის დიაგნოზის მქონე ადამიანის ნაწლავის შიგთავსი, გამოუვლინდა დაავადების კლინიკური ნიშნები. და ეს კლინიკური ნიშნები მით უფრო მძაფრი იყო, რაც უფრო მძაფრად ჰქონდა თავად ადამიანს გამოვლენილი ალცჰაიმერის დაავადება. რაზე მეტყველებს ეს? მეტყველებს კიდევ ერთხელ იმაზე, რომ დიახ, ნაწლავის შიგთავსი, ნაწლავის ამინდი განსაზღვრავს მთლიანად ჩვენს ორგანიზმში ამინდს და მათ შორის იმის რისკსაც, როგორი იქნება ალცჰაიმერის დაავადების განვითარების ან გამოვლინების ალბათობა. შეგვიძლია ცალსახად განვაზოგადოთ ან სახად დასკვნები გამოვიტანოთ ამ კვლევიდან. რასაკვირველია არა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დაკვირვება მიმდინარეობდა ვირთხებზე, მაგრამ რაკი ადამიანების ბიოლოგიური მასალა იყო გამოყენებული, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ უკვე იმაზე, რომ დიახ, ჩვენ გვაქვს საკმაოდ ბევრი მტკიცებულება იმის დასტურად, რომ ნაწლავის ჯანმრთელობა, ნაწლავის შიგთავსი, ნაწლავის მიკრობიოტა და მიკრობიომი შეიძლება იყოს ერთ-ერთი გასაღები იმ ჯადოსნური კარის გასახსნელად, რომელიც ალცჰაიმერის შესახებ ცოდნას ფარდას ახდენს, რაც შეიძლება მარენ და ჩვენ შეგვიძლია ამ დაავადების არაუბრალოდ უკეთესი მართვა, არამედ ამ დაავადების თავიდან აცილება. როდესაც ჩვენ ვაფასებთ საკუთარ ჯანმრთელობას, ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობას, ჩვენ აუცილებლად ვითვალისწინებთ იმ შესაძლებლობებს, რასაც წარმოგვიდგენს დიაგნოსტიკა და ლაბორატორიული მედიცინა. დიაგნოსტიკური ტესტები არის განსხვავებული და ყველასათვის კარგად ნაცნობია, მაგალითად, სისხლის საერთო ანალიზი იმისთვის, რომ ჩვენი ორგანიზმის ინფორმაცია სისხლმა ჭორად გაგვიზიაროს, თუნდაც ერთი წვეთის სახით. როდესაც ჩვენ საუბრობთ ორგანიზმის მდგომარეობის შეფასებაზე, ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში სხვადასხვა ტესტს ვიყენებთ. დღეს რაზედაც უნდა ვისაუბროთ, უჩვეულოა თვით სამედიცინო საზოგადოებისთვის, არათუ ფართო საზოგადოებისთვის, რადგან თანამედროვე მტკიცებითმა მედიცინამ სულ უფრო ხშირად ახსენა დიაგნოსტიკა ისეთი დაავადებისა, როგორიც არის ალცჰაიმერი და დიაგნოსტიკა ლაბორატორიული, რომელიც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დაუკავშირებელი და წარმოუდგენელიც კი გგონია. დიახ, დღეს ჩვენ საუბრობთ ალცჰაიმერის დაავადების ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაზე და რამდენად რეალურია ეს მოვლენა, რამდენად ხელმისაწვდომია ეს საქართველოში. ამაზე ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის მეგობართან და დღევანდელ სტუმართან ერთად, რომელიც გახლავთ ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი ქალბატონი ნინი ბაკურაძე. ნინი, გამარჯობა. მოგესალმებით.
მე შემთხვევით არ ვახსენე საზოგადოებისათვის მოულოდნელი კავშირი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ალცჰაიმერის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაზე. ის რომ გაციებულები ვართ, ის რომ ინფექცია გვაქვს, ის რომ ანთება მიმდინარეობს, თითქოს ფართო საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ის კი არა და თრომბის რისკის შესახებაც თქვენი სტუმრობისას ჩვენს გადაცემაში არაერთხელ დავსვამს თქვენთვის მაყურებელს კითხვა. მაგრამ როდესაც საუბრობთ ალცჰაიმერზე, ძალიან ძნელად წარმოსადგენია, რომ მისი ლაბორატორიული აღმოჩენა, ზედამხედველობა შესაძლებელია. დღევანდელი მოცემულობით კლინიკური ლაბორატორია ეს არის ძლავრი ინსტრუმენტი ექიმის ხელში. მე მინდა მოვიყვანო მაგალითად მსახიობი პიტერ ფალკი, რომელიც ასევე ალცჰაიმერით დაიღუპა და მისი ყველაზე კარგად შესრულებული როლი ლეიტენანტი კოლომბო, რომელიც სულ მაძიებელია. აი ლაბორატორია მინდა დავაკავშირო, სწორედ ლეიტენანტი კოლომბოსავით არის, იძიებს იმას, რაც უხილავი არის ექიმი კლინიცისტისთვის. და შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ აი თითქოს ყველაფერი ცნობილია უკვე ალცჰაიმერის შესახებ, მისი პათოგენეზი, ეტიოლოგია, თუმცა თავის ტვინით ჯერ კიდევ შეუცნობელია, ხომ? ასევე არის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. დღევანდელ დღეს უკვე არსებობს რაღაც გარკვეული ტესტები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ჩვენ დიაგნოსტირება მოვახდინოთ ალცჰაიმერის დაავადების, მაგრამ ეს არ არის სრულყოფილი. ჯერ კიდევ ლაბორატორიული მედიცინა არის ძიების გზაზე. კი ბატონო. დღევანდელი მოცემულობით ალცჰაიმერის დიაგნოსტიკა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ლაბორატორიული დიაგნოსტიკით ფონს ვერ გავალთ. აუცილებელია ეს იყოს ტანდემში, რა თქმა უნდა, ექიმი კლინიცისტის დაკვირვებებთან, ასევე ინსტრუმენტულ გამოკვლევებთან, ისეთი როგორც არის ნეიროვიზუალიზაციური მეთოდები და მასთან პარალელურ რეჟიმში ძირითადად იმ ლაბორატორიული ტესტების ჩატარება, როგორიც არის ბეტა ამილოიდის დიაგნოსტირება და ეგრეთ წოდებული პეტაუს ცილის დიაგნოსტირება. რატომ ესენი, ხო? იმიტომ რომ რეალურად ეს ორი თქვათ ნივთიერება არის დღევანდელ დღეს განსაზღვრელი იმისა, რომ ალცჰაიმერის დაავადება მიმდინარეობს. კერძოდ ეს არის ამილოიდის დაგროვება ჩვენს თავის ტვინში, აი მარტივად რომ ვთქვათ, რაც რეალურად ამცირებს ნორმალური თქვათ ტვინის ფუნქციონირებას და გადავყავართ უკვე სხვა რეჟიმებზე და ამილოიდის დაგროვებას იწვევს სხვადასხვა ფერმენტების უკმარისობა, იმიტომ რომ ეს არის ორგანიზმი ძალიან კარგი მენეჯერია. ის რაც ბევრი წარმოიქმნება, ორგანიზმი ცდილობს რომ რაღაც გარკვეულწილად ის გააუვნებელყოს და გაანეიტრალოს, მაგრამ არის რაღაც სიტუაციები, როდესაც ორგანიზმს ეს არ შეუძლია. აი სწორედ აი ამილოიდის დაგროვება არის გამოწვეული გარკვეული ფერმენტების ნაკლოვანებით. როდესაც ფერმენტების ნაკლოვანება არის, ამილოიდი გროვდება, ის აკეთებს თავის ცუდ საქმეს, ხომ, თავის ტვინში. და მეორე აგრეთვე არის ეგრეთ წოდებული ნეიროფიბრილაციური განგლიების სახით, ესეთი პეტაუს, ანუ ესეთი ცოტა უფრო მეტი სამედიცინო ტერმინოლოგია შემოდის, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის, ხომ? აი ბევრად უფრო ფოსფორილირებული ესეთი ცილების სპეციფიკური ცილებია, ძალიან განსხვავებული ყველა სხვა ჯგუფისგან, ასევე ფოლაქების ჩამოყალიბებას მარტივად რომ ვთქვათ, იწვევენ და შესაბამისად აზიანებენ თავის ტვინის ნეირონებს. სწორედ ამათი დიაგნოსტირებით, ამ სუბსტანციების ლაბორატორიული კვლევით ჩვენ შესაძლებელია ვიმსჯელოთ ალცჰაიმერის დაავადებაზე. და კიდევ ერთხელ ერთი ხაზი მინდა გაუსვა იმასაც, რომ ჩვეულებრივ როგორც ამილოიდი, ასევე აი ეს სპეციფიური ცილები წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში. ის არ არის რომ მხოლოდ ალცჰაიმერის დროს არის. ჩვეულებრივ ჯანმრთელ ადამიანებშიც, მაგრამ მისი უტილიზაცია ადეკვატურად მიმდინარეობს და ალცჰაიმერის დაავადების დროს ეს უტილიზაცია არ ხდება. რის გამოც გვაქვს ასეთი თქვათ შედეგები. როდესაც თქვენ ფოლაკი ახსენეთ, მე იმედია კოლეგები არ მიწყენენ, მინდა მაქსიმალურად
სქემატურად მაყურებელს გასაგებად ავუხსნა ორი მოდელი. შევადაროთ ერთმანეთს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ათეროსკლეროზულ ფოლაკებზე, ჩვენ საუბრობთ ჩვენი სისხლძარღვისთვის უცხო წარმონაქმნზე, ჯანსაღ სისხლძარღვს არ ჭირდება ფოლაკები და ყოველი ფოლაკი ქმნის დაბრკოლებას, პრობლემას, რომელიც მერე თვითადაწובה მთლიანად ყველა ორგანოს, ყველა სისტემას და ჯამში ადამიანს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ქოლესტეროლის ცვლას, ჩვენ და გავითვალისწინოთ მაგალითად ბუნებრივად ჯანმრთელ ორგანიზმში სისტემატურად ღვიძლში გამომუშავებული ქოლესტეროლი. ანუ დაახლოებით პარალელს ვატარებ იმასთან, რაც თქვენ ბრძანეთ. და თუ ჩვენ შეგვიძლია აი ამ ქოლესტეროლის ცვლის შინაგანად რეგულირება, მაშინ გარედან იქნება მიღებული თუ ღვიძლში ბუნებრივად ჩვენი ორგანიზმის შიგნით წარმოქმნილი, ამის გაწონასწორება ორგანიზმს შეუძლია და მსგავსი დანალექები ფოლაკების სახით არ გვექნება. დაახლოებით იგივე მდგომარეობა, რაც თქვენ აღწერეთ, როდესაც სპეციფიკური ცილები და წარმონაქმნები, რომელიც შეგვიძლია ტვინის ფოლაკებად განვიხილოთ მოგვიანებით და რომელიც აუარესებს ნელ-ნელა ტვინის ფუნქციას, საბოლოო ჯამში კი უკიდურესად აკნინებს ამ ფუნქციას ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევაში. ბუნებრივად წარმოიქმნება, მაგრამ მისი მართვა და განეიტრალება ხდება, ისევე როგორც ონკოლოგიური უჯრედების განეიტრალება ხდება, მაგრამ არის რაღაც ფაქტორები, რომელიც ასეთ გამომუშავებას არა ნორმალურად, არა ჩვეულებრივად აქცევს. როდესაც თქვენ ბრძანეთ ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ცხადია სხვა მეთოდებთან ერთად, აი იგივე ნეიროვიზუალიზაცია, ანუ დავინახოთ რა ხდება ჩვენს ნერვულ სისტემაში, ეს არის მნიშვნელოვანი გამარჯვება მედიცინისათვის. მაგრამ მეორე წახნაგი აქვს. ძალიან ბევრი მაყურებელი, ვინც ახლა თქვენგან ამას ისმენს, აღმოჩნდა ფაქტის წინაშე, რომ თურმე სრულიად ადრეულ ეტაპზე, დაავადების საწყის სტადიაზე შეიძლება ასეთი წარმონაქმნების აღმოჩენა, ასეთი ნივთიერებების კონტროლი ლაბორატორიულად და უკეთესი მართვა, იმიტომ რომ თანამედროვე მედიცინა სულ უფრო მეტ შესაძლებლობას ფლობს. მაგრამ პარალელურად ისმის კითხვა, მე რომ წავიდე დღეს ლაბორატორიაში საქართველოში, შევძლებ ამ ინფორმაციის მიღებას, ეს სად არის ხელმისაწვდომი? ეს არის ზოგადად მედიცინის მონაპოვარი თუ ხელმისაწვდომია საქართველოშიც? ჯერჯერობით ეს არის მედიცინის მონაპოვარი და შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთშიც კი ყველა კლინიკური ლაბორატორია ამ ტესტს არ აკეთებს. აქედან გამომდინარე, საქართველოში ჯერჯერობით გვაქვს ამ ტესტებთან მიმართებაში გარკვეული პრობლემები. თუმცა ლაბორატორიული მედიცინა იმდენად სწრაფად ვითარდება და მე შემიძლია აი თქვა გულახდილად, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში არც ერთი დარგი ისე არ განვითარებულა, როგორც ლაბორატორიული მედიცინა და ეს დამოკიდებულია ლაბორატორიულ ტექნოლოგიებთან, იგივე ტესტ სისტემების განვითარებასთან, იგივე იმ ბიომარკერების აღმოჩენასთან, რაც ამა თუ იმ დაავადებასთან არის დაკავშირებული და კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვათ დღეს გაჩნდა ასეთი ლაბორატორია საქართველოში, ხომ, რომელიც ამას გააკეთებს და ცდილობს უკვე გარკვეული ლაბორატორიები ამაზე მუშაობენ. მაგრამ ეს თვითონ პაციენტით საკუთარი ინიციატივით არ შეიძლება მივიდეს. ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ მაქვს შესაძლებლობა შევამოწმო, რატომ არ უნდა შევამოწმო? არის რაღაც გარკვეული ასაკის შემდეგ. აი ნახეთ, აი ხშირად ყოფილა, როდესაც ექიმი იმ სიმპტომატიკას აღწერს, რაც ალცჰაიმერის დაავადებულს აქვს, სავსებით შეიძლება ახალგაზრდა ადამიანსაც კონდეს გულმავიწყობით დაავიწყდეს სადადო, თქვათ რაღაც ნივთი, რომელიც ყოველთვის ახსოვდა სადაც დღეს ისეთ სტრესულ გარემოში ვცხოვრობთ, რომ ეს სავსებით შეიძლება სულ არ იყოს ალცჰაიმერით გამოწვეული, ან და თქვათ ავიღოთ იგივე ჰიპოთირეოზი. ჰიპოთირეოზის დროს ძალიან ბევრი სიმპტომები, ფუნქციის დაკვირდება ძალიან ხშირად არის, ხომ? აი ესეთი მოვლენები, აპათია, ადინამია, იქ რაღაც გულმავიწყობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია რომ ეს ექიმთან ერთად იყოს, იმიტომ რომ აი თქვათ მივედი 35 წლის ასაკში, ხომ? და არც ამილოიდია, არც ეს სპეციფიური ცილა არის, მე გულდამშვიდებული ვერ ვიქნები. იმიტომ რომ რამდენიმე წლის შემდეგ ეს პროცესი შეიძლება თავისთავად წარიმართოს და შესაბამისად მე ყურადღება არ მევაქცევ. ამიტომ ლაბორატორიულ კვლევის დროს აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვები: რა, როდის, რატომ
და რისთვის რომ მართლა ეს მთელი ეს ენერგია აი სითბოში არ დაიხარჯოს ქუს სახით და მივიღოთ შედეგისთვის ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა ნინი ჩვენთან მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის, დღევანდელი სტუმრობისთვის და ძალიან საინტერესო საკითხზე საუბრისთვის. მაყურებელს მინდა ვთხოვო მიაქციოს ყურადღება, რომ ძალიან ახლოს არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ შევძლებთ ლაბორატორიული დიაგნოსტიკით აღმოვაჩინოთ კონკრეტული ნივთიერებები მინიშნებად ალცჰაიმერის დაავადებაზე. მაგრამ როგორც ყოველთვის, მე რა რომ ეს დღეს არ არის და იქნება ხვალზე და მომავალში. ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი კვლევის მიზანშეწონილობა იყოს დასაბუთებული, საჭიროება იყოს დასაბუთებული და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში პროფესიონალის რეკომენდაციის შესაბამისად ჩატარებული კვლევა გამოდგება იმის საზომად, ვართ თუ არა მართლაც რისკის ჯგუფში და გვჭირდება თუ არა სამედიცინო მხარდაჭერა. მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი ქალბატონი ნინი ბაკურაძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. მე სიამოვნებით ვაგრძელებ რეკომენდაციების ციკლს, რომელიც ალცჰაიმერის პროფილაქტიკას და უკეთ მართვას უკავშირდება. ეს საკითხი აღმოჩნდა ძალიან მტკივნეული ჩვენი საზოგადოებისათვის და არა მარტო ჩვენი პოპულაციისთვის, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა თანამედროვე მსოფლიოში, რომლის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა და როგორც მეცნიერები ამბობენ, კაცობრიობა დაბერდა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ შესაძლებლობებზე და არა უნივერსალურ ინსტრუმენტზე. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ უნივერსალური ერთადერთი ჯადოსნური საკვები პროდუქტი და არც საკვები ნივთიერება ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ვიცით, რა შესაძლებლობები გვაქვს და გაგახსენებთ ჩემს საუბარს ანტიოქსიდანტებთან დაკავშირებით. დღეს მე ისევ დავუბრუნდები ჩვენს დავუბრუნდები თეფს, რომელიც პრაქტიკულად იტევს ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც გაფანტულია ხოლმე ჩვენს გადაცემაში და გულისხმობს დღიური რაციონის აწყობას პრინციპით სულ ცოტა ნახევარი ბოსტნეული და ხილი, ხოლო მეორე ნახევარი მარცვლეულ-ბურღულეული ცილოვან კომპონენტთან კომბინაციაში. თუ კარგად დავაკვირდებით ამ თეფს, რა არის მთავარი პრინციპი? მთავარი პრინციპი არის ის, რომ მარცვლეულ-ბურღულეულის, ხილისა და ბოსტნეულის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები ცხადია, მათში არსებულ ცილებთან, ცხიმებთან, ნახშირწყლებთან ერთად, რომელიც მცენარეული წარმოშობის არის ძალიან ბევრი ვიტამინი და მინერალი ნაგულისხმები. ამავე პროდუქტებში ნაგულისხმებია ანტიოქსიდანტები და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად იმისთვის, რომ ალცჰაიმერის დაავადება ავიცილოთ, თავიდან გართულებები გადავავადოთ და რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ ადაპტაცია და ცხოვრების ხარისხი. რატომ არის ასეთი ნივთიერების ცოდნა მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ჩვენ ამ თეფს ვუყურებთ ყოველდღიურად. ჩვენ ამ თეფს ვიყენებთ ყოველდღიურად და ამ ნივთიერების ცოდნა გვაძლევს საშუალებას უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ თეფშიც და თავად საკვები პროდუქტები. ეს ჯადოსნური სიტყვა გახლავთ მცენარეული ბოჭკო. დიახ, მცენარეული ბოჭკო, რომელსაც ჩვენ სისტემატურად საუბრობთ. როდესაც ჩვენ საუბრობთ ყოველდღიურ რაციონში სულ ცოტა 300-400 გრამი ბოსტნეულისა და ხილის გამოყენებაზე, ჩვენ გულისხმობთ სწორედ მცენარეული ბოჭკოს საჭირო რაოდენობას ცხადია ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად, რომელიც ამ ჯგუფის პროდუქტებშია. მაგრამ მცენარეული ბოჭკო რატომ შეიძლება ჩვენს ტვინს წაადგეს, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ნაწლავისა და ტვინის ღერძის არსებობაზე, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად საჭიროა მცენარეული ბოჭკო იმისთვის, რომ ჩვენი ნაწლავის ბინადარი ბაქტერიების გული მოვიგოთ, მათი კეთილგანწყობა დავიმსახუროთ, მე ვფიქრობ, გასაგები გახდება, რატომ შეიძლება მცენარეული ბოჭკო იყოს სწორედ თავის ტვინის ჯანმრთელობის ინსტრუმენტი, თავის ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნების შესაძლებლობა და ამავე დროს ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკის და უკეთესი მართვის შესაძლებლობა. ამიტომ, როდესაც ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ყოველდღიურ რაციონს, მოდით კრიტიკულად
ნათლად შევაფასოთ, საკმარისი რაოდენობით ვიღებთ განამცენარეულ ბოჭკოს. ჩვენ როდესაც ვიღებთ უამრავ რაფინირებულ პროდუქტს, უამრავ პროცესირებულ პროდუქტს, მათში არ არის მცენარეული ბოჭკო. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში არ არის მცენარეული ბოჭკო. მცენარეული ბოჭკო თავად სახელიდან გამომდინარე არის მხოლოდ მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში. ეს გახლავთ ხილი და ბოსტნეული, ეს გახლავთ სხვადასხვა სახის მარცვლეულ ბურღულეული, სხვადასხვა სახის თესლი, მარცვლოვნები და ასე შემდეგ. მოკლედ, ამ პროდუქტების სისტემატური გამოყენება უნდა გვავსებდეს მცენარეული ბოჭკოდით და ეს ასეც არის. საშუალოდ ეს რაოდენობა 26-28 გრამი უნდა იყოს დღიურად ზრდასრული ადამიანის შემთხვევაში. ჩვენ თავისებურებებზეც არაერთხელ გვისაუბრეთ, მაგრამ საკმარისია სრულიად საშუალოდ ეს რაოდენობა მოვიხმაროთ იმისათვის, რომ ჩვენი ნაწლავის ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ ნაწლავ ტვინის ღერძის მთლიანობა და რაც მთავარია, მცენარეული ბოჭკოთი ყველასათვის ხელმისაწვდომი ინსტრუმენტით თავი დავიცვათ ისეთი საფრთხისგან, როგორიც არის ალცჰაიმერის დაავადება, როგორც პროფილაქტიკის ჭრილში, ასევე დაავადების უკეთ მართვის ჭრილში. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები, ჯანმრთელობას და ღირსეულობას გისურვებთ.